ლიგა 1-ის მეათე ტურში პარი სენ-ჟერმენი სტუმრად ლორიანს დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობის მიუხედავად გამარჯვება ვერ მოიპოვა. მატჩი 1-1 დასრულდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. ხვიჩა კვარაცხელიას ძირითად შემადგენლობაში თამაში არ დაუწყია, იგი მოედანზე 62 წუთზე გამოჩნდა. სამაგიეროდ ძირითად დიდხნიანი პაუზის შემდეგ უსმან დემბელე დაუბრუნდა. ოქროს ბურთის მფლობელმა ტრავმა სრულად მოიშუშა, მაგრამ ჯერ სასურველ ფორმაში არ არის. სანამ გავაგრძელებთ, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში, ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. პირველი ნახევარი უგოლოფრედ დასრულდა. PSG-მ უდიდესი ტერიტორიული უპირატესობა გოლად ვერ გარდასახა. გუნდს რეალური მომენტების შექმნა უჭირდა, რის გამოც მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანზე ვიტინია ვიხიმეთ. 49 წუთზე პარიზელთა პორტუგალიელმა მცველმა ნუნუ მენდეშმა გაიტა, მაგრამ ზუსტად 2 წუთში გაუთანაბრეს. კვარამ შეტევის მარცხენა ფლანგზე ითამაშა და საკუთარ გუნდში გამორჩეული იყო, მაგრამ PSG-ს უამრავ მცდელობას გოლი აღარ მოჰყოლია. ფრანგი სპორტული ჟურნალისტი დანიელ რიოლო კვლავ კრიტიკით გამოეხმაურა ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებს პარი სენ-ჟერმენში. RMC სპორტის პოდკასტში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მწვრთნელი ზედმეტად ამტკიცებს საკუთარ იდეას ხვიჩა კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე გამოყენებით. რიოლოს თქმით, ამ ტაქტიკამ შედეგი ვერ მოიტანა და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მატჩებში, მაგალითად ბრესტის ან ლორიანის წინააღმდეგ, ამან შეიძლება იმუშაოს, უმეტეს შემთხვევაში კვარას ბუნებრივი პოზიცია მარცხენა ფლანგია, სადაც მისი პოტენციალი უკეთესად ჩანს. ჟურნალისტმა ასევე დასძინა, რომ ენრიკემ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა საკუთარი ხედვის დამტკიცება ფეხბურთელის თამაშის ხარჯზე. ცნობისთვის, წინა შეხვედრაში, სადაც კვარაცხელია მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა შეასრულა. გიორგი მიქაუტაძემ და ვილიარეალმა ესპანეთის თასის გათამაშებაში გამოსვლა მესამე ლიგელ სიუდად დე ლუსენასთან გასეირნებით დაიწყეს. გუნდმა კოპა დელ რეიზე მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანა, საიდანაც 1 მიქაუტაძემ მიითვალა. მიქაუტაძე, რომელსაც ესპანეთის თასზე დებიუტი ჰქონდა, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან შესვენების შემდეგ ჩაერთო. გოლით კი 91 წუთზე გამოირჩა. ვილიარეალი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება. გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც ვილიარეალს სეზონის დასაწყისში შეუერთდა, გუნდის ღირსება ყველა ტურნირის 10 თამაშში დაიცვა. გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში სენტ-ეტიენმა უშუალო კონკურენტ პოს უმასპინძლა, რომელიც 6-0 გაანადგურა და 2 მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ მატჩამდე პო სენტ-ეტიენს 1 ქულით უსწრებდა. ზურიკო დავითაშვილი თამაშში მხოლოდ 67 წუთზე ჩაერთო, თუმცა თავი ქართველმა ფეხბურთელმაც გამოიჩინა, რომელმაც 79 წუთზე ეფექტური გოლი გაუტანა სტუმრებს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ზურიკომ მატჩის მიწურულს მეტოქეს წითელი ბარათიც მიაღებინა. ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზეა. სენტ-ეტიენი 23 ქულით მეორე ადგილზეა. ცნობილმა ქართველმა კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ გადაცემაში ბურთი და მოედანი ვილი სანიოლის შესახებ ისაუბრა. მოვიდა დრო, დავემშვიდობოთ ჩვენს გმირ მწვრთნელს, რომელმაც გაგვიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, მოგვიტანა სიხარული და მთელი ცხოვრება მისი სახელი საქართველოს სპორტის ისტორიაში დარჩება. მოქალაქეც არის საპატიო და ყველაფერი და როცა სადმე მის სახელს გავიგებთ, სასიხარულო ემოცია გვექნება. მაგრამ ხდება სპორტში ასეთი რამ. დიდი გამარჯვებების შემდეგ იწყება კრიზისი, ეს დამშვიდობება არ არის ტრაგიკული ან შეურაცხმყოფელი. ხელს ჩამოართმევენ და მიდიან. ვერავინ ვერ დამიწყებს იმის მტკიცებას, რომ სანიოლზე კვალიფიციური მწვრთნელი არ არსებობს. მან რაღაც ეტაპზე თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა, მაგრამ ახლა სხვა დროა. დელა ფუენტეთი აღფრთოვანებულები ვართ, რომელმაც ესპანეთის ნაკრების ყველა ასაკობრივი ნაკრები გაიარა, ახლა კი ეროვნულ გუნდს წვრთნის და საქმეს შესანიშნავად უძღვება. ვინ უნდა ჩამოვიდეს? სულ არ არის სავალდებულო ჩამოვიდეს. ჩვენს გვყავს ჩვენი დელა ფუენტე. ეს არის ჩვენი რამას სვანაძე, რომელიც უკვე მესამე თაობის 21 წლამდელებს გვიზრდის და გახყავს იმ ევროპის ჩემპიონატზე და გახყავს ჯგუფებიდან. ჩვენ რომ ვიძახით, რომ ნაკრებში ახალი სისხლია საჭირო, ის ახალი სისხლი ყველაზე კარგად სვანაძე მიცის, რადგან უმეტესობა მის ხელშია გაზრდილი. არ ვამბობ, რომ ეს უალტერნატივო წინადადებაა, მაგრამ განხილვა ღირს, განაცხადა სალუქვაძემ.
დღეისთვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიკეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.